მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შევისწავლით ორ ზმნას, წასვლას და მოსვლას ფრანგულად. Ale, წასვლა, გაგზავნა, ყოფნა სადღაც. Je vais, მე მივდივარ. Tu vas, შენ მიდიხარ. Il, elle, va, ის მიდის. Nous allons, ჩვენ მივდივართ. Vous allez, თქვენ მიდიხართ. Il, elle, vont, ისინი მიდიან. მაგალითები. Je vais à l'école, მე მივდივარ სკოლაში. სადღაც მიდიხარ. Tu vas bien, შენ კარგად ხარ, გამოიყენება ჯანმრთელობის ან განწყობის აღწერადა. კარგად ხარ, nous allons à la mer. ჩვენ ზღვაზე მივდივართ. მოძრაობა მიმართულებით. Ce film va bien, ეს ფილმი კარგად მიდის. გამოიყენება გადატანით მნიშვნელობაში, რაღაც კარგად მიდის ან მუშაობს. Ale-ის ასევე გამოიყენება მომავალის გამოსახატად, ანუ როცა რაღაცას ვაპირებთ. Je vais manger, მე ვაპირებ ჭამას. Je vais t'appeler, მე დაგირეკავ, ახლო მომავალში. Tu vas étudier, შენ აპირებ სწავლას. Il va pleuvoir, მალე იწვევებს. Nous allons partir demain, ჩვენ ხვალწასვლას ვაპირებთ. დასამახსოვრებლად მარტივი წესი. თუ ale მოყვება ადგილის წინადებული a, au, შე, ნიშნავს წასვლას. თუ მოყვება სხვა ზმნა, manger, dormir, parler, ნიშნავს აპირებს რაღაცას. თუ მოყვება წინადებული bien, mal, ნიშნავს განწყობას ან გრძნობას. venir, მოსვლა, ჩამოსვლა, წარმოშობა. ნიშნავს მოსვლას, როცა მოძრაობა შენსკენაა, ან რაღაცის წარმოშობას, საიდან მოდიხარ, რომელი ქვეყნიდან ხარ. Je viens, მე მოვდივარ. Tu viens, შენ მოდიხარ. Il, elle vient, ის მოდის. Nous venons, ჩვენ მოვდივართ. Vous venez, თქვენ მოდიხართ. Il, elle viennent, ისინი მოდიან. მაგალითები. Il vient chez moi, ის მოდის ჩემთან. მოძრაობა შენსკენ. Je viens de Géorgie, მე საქართველოდან ვარ. წარმოშობა, საიდან მოდიხარ, რომელი ქვეყნიდან ხარ. Viens ici, მოდი ჩემთან. მოწვევა, ახლოს მოსვლა. Elle vient de l'école, ის ახლა მოდის სკოლიდან. მოძრაობა გამგზავრების წერტილიდან, საიდან მოდის. Je viens de faire une glace, მაქვს ახლად გაკეთებული ნაყინი. გამოყენება ახლანდელ წარსულ დროს, ახლა გავაკეთე რამე. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.